ბაჰარი. შერებ მე ეს იმდენად მოულოდნელია შერებ გაუგნებული ვარ სწორად გამიგე ძალიან სასიამოვნო იყო ამის მოსმენა გამიხარდა კიდეც უბრალოდ მოულოდნელი იყო ამიტომ ცოტა დრო მომეცი რომ დავფიქრდე კარგი ბაჰარ თუ დამთანხმდები ძალიან გამაბედნიერებ გიჩვენებ ჩემს ოფისში შეჭრა როგორ უნდა ნაბიჯვარო ამის გამო პასუხს აგებ ვიცი რა საქმეებსაც ხლართავ თვალს გადევნებ რაუფი რაზე ლაპარაკობს ვიცი რა საქმეებს ხლართავო რას გულისხმობს ნახოთ რეპეტიციამ როგორ ჩაიარა ეს აქ რას აკეთებს ნახოთ რას ამბობს ეს გველი არ მკითხოდა ოგონულ ის მოხდა რისიც მეშინოდა შერეფის სიყვარულში გამომიტყდა მართლა შენ რა უპასუხე რა უთხარი რა უნდა მეთქვა ხომ ვერ ვეტყოდი დაივიწყე ერთად ვერასდროს ვიქნებით მეთქი თხოვე რომ მოსაფიქრებლად რომ მოეცა მესმის ძვირფასო მესმის ახლა რა იქნება რა საპირებ რა უნდა ვქნა შენ იცი რომ ჩემი გული მხოლოდ დემირისთვის გერს მის გარდა ვერავის შევიყვარებ სიცოცხლის ბოლომდე ის მეყვარება რა? მასე უარს არასდროს ვიტყვი ეს ზუსტად ვიცი ერთ დღესაც აუცილებლად ერთად ვიქნებით ამ დღეს მოუთმელად ველოდები ესე იგი ყველას გვატყუებ. ესე იგი თავს გვაჩვენებ. ეს მომეწონა. ხო, ცუდი არ არის. შეხედე, ესეც კარგია. გამარჯობა. ხაზერ ხანიმი. სწორედ ახლა გასვლას ვაპირებდი. წარმატებები. გმადლობ. გმადლობ.
ესე იგი თავს გვაჩვენებ. ყველას გვატყუებ, არა? როგორ დაგიჯერე? როგორ დაგიჯერე? შეგველო. რა გაქვს გეგმაში? დემირის დაბრუნებას როგორ აპირებ? ვიდიც ის რას ხლართავ? დემირის ხელში ჩასაგდებად რა გეგმა გაქვს? არა, ამის უფლებას არ მოგცემ. ამას არ დავუშვებ. არა. არა. ამას არ დავუშვებ. ამის უფლებას არ მოგცემ. შეგაჩერებ. ჩემი და დემირის ბედნიერებას ხელს ვერევინ შეუშლის. მით უმეტეს მაშინ, როცა ერთმანეთს ასე დავუახლოვდით. მე და დემირი ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ძალიან ბედნიერები ვიქნებით. დემირს გონებას ვერ აურებ. ამას ვერ შეძლებ, შევპატარა გველო. შხამიანო გველო დამაცადე. დამაცადე. მე შენ გიჩვენებ სეირს. შვიდად აიზონ. შვიდად. მე შენ გიჩვენებ სეირს ბახარ. სასწრაფოდ თავიდან უნდა მოვიშორო. ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და გეგმაზე ვკონცენტრირდეთ. გასაგებია? გასაგებია. მე წავალ. მიდი, ფრთხილად იყავი. გისმენ ძმაო. ჯაბარ, შენთან სასწრაფო საქმე მაქვს. რა მოხდა? რაუფმა მომწერა, რომ იცის რა საქმეებსაც ვხლართავ, რომ თვალს მადევნებს და რომ ოფისის დარბევას არ შემარჩენს. შეუძლებელია ძმაო, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. ამ ტიპთან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ჯაბარ. არ ვიცით რა ინფორმაცია აქვს. ისედაც ვერ ვიტანდი, ახლა თლად კონტროლს ვკარგავ. ერთ მშვენიერ დღეს მოვკლავ, რათა ჩემ საქმეებში აღარასოდეს ჩაერიოს. ძმაო, დამშვიდი, შეტყობინება არაფერს ნიშნავს. გავიგებთ, ნიშნავს თუ არ ნიშნავს, ჯაბარ. კარგი, შეტყობინებას თავი დავანებოთ. პისტოლეტი საიმედო ადგილზეა? შენ გარდა ხომ არავინ იცის სად არის? რა თქმა უნდა, ვინ უნდა იცოდეს, საიმედო ადგილას დავმალე. ნუ ყელავ. დამშვიდი. მოკლედ აფაისუნის რეკომენდაციით მოვედით. გვითხრე, რომ ხაზანი ძალიან ნიჭიერია. თუმცა ძალიან ხარიბული ატელიეა. ასე, ატელიე ხარიბულად გამოიყურება, მაგრამ სამუშაოს ხარისხიანად და დროულად ვასრულებთ. აისუნხანიმიც რეკომენდაციას ამიტომ გვიწევს. არა, ასე არ გამოვა. პირველ რიგში, ჩვენ სტუმრებს გავუმასპინძლდეთ. რა სინებებთ რა მოგართვათ? თქვენ რას ფიქრობთ? რისი შეკერვა გინდათ? როგორი მოდელი გნებავთ? თქვენ სასწავლობდით. მაბადიეთ? მარტივი კითხვა. ამ პროფესიას სად დაეუფლე ხაზან? სიმართლე გითხრათ, არსად არ მისავლია. მე თვით ნასწავლი ვარ.
გამოცდილება სად შეიძინეთ? რომელ დიზაინერთან მუშაობდით? დიზაინერებთან ჯერ არ მიმუშავია. ლეილუსთან მუშაობ. ატელიეს მფლობელთან. დიზაინის შესაქმნელად კატალოგებს ვიყენებ. ცხადია, ინტერნეტსაც მოვიხმართ. ინტერნეტს? გასაგებია, ყველაზე მეტად რომელი ცნობილი ბრენდი მოგწონს? რომელი დიზაინერია თქვენი შთაგონების წყარო? რომელი მიგაჩნიათ თამამ დიზაინერად და რომელი ვულგარულად? ტრენდებს თვალსადევნებთ? რა კომბინაციებს ქმნით? ოფიციალურ სტილს ანიჭებ უპირატესობას თუ ყოველდღიურს? ცოტა რამ შენზეც მოგვიყევი. კარგი, მშვენიერია. ესე იგი პისტოლეტი საიმედო ადგილზეა. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს ტიპი ასეთ ბრალდებებს ის საფუძველზე გვიყენებს. ის ცარიელ ვაზნებს ისვრის ძმაო. შენ ასე ფიქრობ? და იქნებ რამე იცის? შესაძლებელია რომ რამე იცოდეს? ო, რატომაც არა. თუ ასეა ყველაფერი იცვლება. თუ ეს ტიპი თავის ნათქვამში დარწმუნებულია, ესე იგი ინფორმატორი ხავს. დაფიქრდი. ინფორმატორი? ვინ შეიძლება ინფორმატორი იყოს? ის ტიპი ბაჰარის გარშემო არ ტრიალებდა? იქნებ ბაჰარს ყველაფერი უამბო. ამბობ რომ ბაჰართან კარგი ურთიერთობა გაქვს. მაგრამ იქნებ ბაჰარმა მას დაუჯერა და გეთამაშება. თუ ეს ასეა, ორივეს ცუდად გვექნება საქმე. ძალიან ცუდად. რისი თქმა გინდა? ბაჰარი მატყუებს? უბრალოდ ფრთხილად იყავი ძმაო. თუ მართალი აღმოჩნდი, ვეღარაფერი გადაგვარჩენს. ამას პირდაპირ გეუბნები. რა სისულელეა. ბაჰარი არ მომატყუებს. ასეთი რამეები არ ახასიათებს. არ ვიცი ძმაო, მაგრამ მე გაგაფრთხილე. ფრთხილად იყავი. კარგი, კარგი. ამაზე არ იდარდო, ჯობს გაარკვიო რა უფისად არის. იპოვე და ველაპარაკოთ. გავიგოთ რა გეგმები აქვს. დროებით. აისუნ? ძვირფასო. ვერ დაგინახე. ეჯესთან ლაპარაკის შემდეგ შენს ოთახში დასვენება გადაწყვიტე? ცუდად ხომ არ ხარ? არა ძვირფასო. ვისვენებდი. კარგად ვარ. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. მოდი დაჯექი. ბაჰარ? რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. გისმენ რა ხდება? ვიდეო ჩანაწერი ვნახე. და ამ ჩანაწერს უკავშირდება. ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. პარიზის მოდის კვირეულზე ნამყოფი ხარ? არა, არ ყოფილ ვარ. არც მილანში? ეს როგორ? აისუნ ჰანიმი თქვენი ესკიზებით აღფრთოვანებულია. კარგი დიზაინერი ხართ და პარიზში არასდროს ყოფილ ხართ? პარიზის მოდის კვირეულს თვალს მევადევნებ. როცა ტელევიზიით გადასცემენ, სხვადასხვა ძალიან მიყვარს ამის ყურება. ჩვენ არ გვიკითხავს ტელევიზიით უყურებთ თუ არა. ჩვენ გვაინტერესებს ნამყოფი ხართ თუ არა.
სიამოვნებით წავიდოდი პარიზში, მაგრამ სამწუხაროდ არ ყოფილი ვარ, თუმცა რა საჭიროა იქ წასვლა? შეგიძლია ტელევიზორი ჩართო და უყურო. ნამდვილად რა საჭიროა პარიზში წასვლა? თუ კი ტელევიზორშიც აჩვენებენ. ასეა. დეფილეს ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა. საოცრებაა. მიყვარს მათი ყურება. ერთმანეთზე უკეთესები არიან. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი ცოტა უცნაურად გამოიყურება. ზოგიერთი ისეთია, ავტობუსში რომ დამენახა, ალბათ სიცილით მოვკვდებოდი. მართალი ხარ, მე ახლაც ძალიან მეცინება. Şu videoları izliyordum da ჩანაწერი ვნახე, tek başıma karar თუმცა ვერ გადავწყვიტე. Sen de bir bak bakalım. შენც ნახე. Demir'le მე და დემირი სინქრონულად ვწეგვავთ. tango ruhunu ტანგოს ცეკვა გამოგვდის თუ არა? Bunu mu soracaktın Aysun? ამაზე გინდოდა დალაპარაკება, Aysun. Bir de ben sizin dansınızı izledim. მაგრამ მე თქვენი ცეკვისთვის თვალი არ მიდევნებია. izle diye ესე იგი არ ნახავ. Gerek yok. არ არის საჭირო. Göz რაც დავინახე, კარგი იყო. Gayet iyiydiniz. Beni სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს. Ben başka სუფთა ხაერზე გავალ. Ne oldu sinsi? რა ხდება, ბაჰარ? Bak რთულია მის ყურება. tutkun. ჩვენი ვნების ყურება შენთვის მეტისმეტია. Rol yapmaya devam etsen. განაგრძე თამაში. Peki siz modayı takip თქვენ რა ediyor მოდას musunuz? თვალსადევნებთ? დიახ, რა თქმა უნდა თვალსადევნებ. ოღონდ მხოლოდ დღესაწაულებზე. დრო არ მაქვს. მაგრამ ხაზანი სულ უყურებს. თვალს არ აშორებს. Aysun ხანიმა რეკომენდაცია ტყუილად კი არ გაუწია. Paris moda ესე იგი პარიზის მოდის კვირეულს უყურეთ. ახალი კოლექცია მოგეწონათ ხანიმ? საოცრება იყო. გარგიშდი ისე მომეწონა. შეუდარებელი იყო. kremasyon yani. აშკარაა რომ შესანიშნავი გემოვნება გაქვთ. Çok zevklisiniz belli. მოდის წინაშე, Sonuçta ყველა modayı kimse უძლურია. dinlemiyor, değil mi? Siz თქვენც bile კი götürmüş. დაგაწყვევათ რა? Hacer დო abla, ჰაჯერ, ჩვენ სტუმრებს ვერ გავუმასპინძლდით. ასე არ შეიძლება. Kuru kuru olmaz. შეგიძლია Sen საცხობში bir წახვიდე და რამე bir şeyler იყიდო. mi alsam acaba? ახლა? ხო, ახლა. არა და ყველაზე საინტერესო ახლა იყო. კარგი. კარგი წავალ. წავალ რამეს მომიტან. Sağ olasın Hacer abla. გმადლობ და ჰაჯერ. Siz de ამასობაში bu arada nasıl bir şey გადაწყვეტეთ რა istediğinize გსურთ. karar verirsiniz belki. Bu çizimlerden ჩემი ესკიზებიდან beğendiğiniz თუ რამე herhangi bir şey მოგეწონებათ, olursa hemen dikime საქმეს geçeriz. მაშინვე შევუდგები. Tamam biz bunları კარგი, evde სახლში bakarız. ვნახავთ. Size მერე söyleriz. დაგირეკავთ. Tamam o კარგი, zaman görüşmek ნახვამდის. üzere. ეს საკითხიც მოგვარებულია. Teşekkür ederim. ყველაფრისთვის გმადლობ ძვირფასო. Düğünde dans. ქორწილში საოცრად ვიცეკვებთ. დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, ასეც იქნება. Aysun, ყველაფერი რიგზია? ხო, რატომ მეკითხები? ისე უბრალოდ, მაგრამ
მომეჩვენა რომ მოულოდნელად ხასიათი გაგიფუჭდა. არა ძვირფასა. ნუ ხელა. ყველაფერი რიგზეა. კარგი დროებით. გაგაცილებ. ამ ბედნიერებას ვერ წამართმევ ბაჰარ. შენის თანა გველის ძიძილს დემირს არ დავუთმობ. ეს არასდროს მოხდება. არასდროს. დეიდა, მოვედი. შემოდი დემირ, შემოდი. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გამარჯობა დემირ. Demir abi. ჰაზან. რა სიურპრიზია. ხაზანი ჩვენთან იცხოვრობს შვილო. შვენიერია, იცხოვროს. გისმენ ძმაო. რა უფი იპოვე? სადიმალება. არა ძმაო, ჯერ არ მიპოვია. ცდილობ. გასაგებია. სად შეიძლება იყოს? კარგი ჯაბარ, გადმოგირეკავ ძებნა განაგრძე. შერებ შეიძლება შემოვიდე. რა თქმა უნდა, დაო, შემოდი. მაინტერესებს ბაჰარმა რა გიპასუხა. ცნობის მოყარეობა მკლავს. დაჯექი დაო. ჯერ არაფერი უთქვამს. დაწვრილებით მომიყევი შვილო. დილით ისეთი აღელვებული იყავი. როგორც უკვე გითხარი დაო, პასუხი არ უთქვამს, მაგრამ გაუკვირდა. მითხრა, რომ დაფიქრდება, მაგრამ არ გაბრაზებულა, არც უარი უთქვამს. არ გაბრაზდა? ესე იგი დაფიქრდება. რომ არ უნდოდეს მაშინვე უარს გეტყოდა შვილო. ფიქრობ, რომ უარს მაშინვე მეტყოდა რა? ესე იგი იმედი ვიქონიო? რა თქმა უნდა შერებ. მე შინოდა. დიდხანს ვიყავი ჩუმად. მეგონა გაბრაზდებოდა და ერთმანეთს უფრო დავშორდებოდით. ახლა ის მაინც ვიცი, რომ ამაზე ფიქრობს. ახლა ბაჰართან ავალ. გავიგებ რას ფიქრობს. დაელაპარაკე დაო, იქნებ შენ გითხრას რამე. მივდივარ. მოკლედ ბოლოს საქმე ფულზე მიდგა ძმაო. რამდენი რამის გადატანა მოგიხდა ჰაზან. თარექი ძალიან ცუდად მოგექცა. თითქოს ეს არ იყო საკმარისი და განქორწინების სანაცვლოდ ფული ითხოვა? ასეა. მივხვდით, რომ განქორწინებას მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დათანხმდებოდა. წარმოუდგენელია. თარიქ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქეცი ღირსეულად. ნეტავ თავიდანვე გეთქვა. რას ამბობ დემირ? შენი პრობლემებიც გეყოფა. ისედაც ბევრჯერ დაგვეხმარე. რამდენჯერ დაგვიდექი მხარში. თავი ისე მოგვაბეზრა. მზად ვიყავით, ნებისმიერი ოდენობის თანხა მიგვეცა. ოღონდ არასდროს გვენახა. კარგი. ყველაფერი დამთავრდა. თავარი ეს არის. თავს როგორ გრძნობ? კარგად. გმადლობ, რომ დაინტერესდი. თუ რამეში დაგჭირდი, აუცილებლად მომმართე, კარგი? გთხოვ. თანაც ეს შენი სახლიცაა.
იმდენ ხანს დარჩი, რამდენ ხანსაც გინდა. თუმცა გონულ ხანიმი ყოველთვის ამის წინააღმდეგი იყო. მოხდა რამე? იცის რომ აქ ხარ? რა თქმა უნდა იცის. მაგრამ ახლა კონფლიქტი გვაქვს. რატომ? მიზეზი? ძალიან მიყვარს, როცა თმას მარცხნი და ვაგონო. მოდი დაჯექი. შეწყვეტე ჩემი განებივრება. გაგანებივრებ ძვირფასო. ამაში ცუდი რა არის? კარგი. რადგან დგახარ მეც ავდგები. დღეს სახლში წახვედი, რამე მოხდა? ყველაფერი რიგზია ძვირფასო. ხო, უბრალოდ ვიყავი. კარგი მიხარია თუ ყველაფერი კარგად არის. იმედია შვილო. იმედია. ბახარ. როგორ ხარ? აქ რა საკეთებთ? საუბრობთ. მოდი შემოგვიერთდი. მოდი. ორი წუთი შემოვივლი. ძვირფასო, დღეს შერებთან გილაპარაკია. ის გრძნობებში გამოგიტყდა არა? ხო, ასეა. გამომიტყდა. მერე? რა გითხრა შვილო? არაფერი. უბრალოდ მითხრა ჩემს მიმართ რას განიცდის. შენთან ლაპარაკის მერე შერეფი ძალიან ხელოვდა. იმედი ჩაესახა. ბედნიერი იყო. ხრუბლებში დაფრინავდა. შენ რას ფიქრობ, საყვარელო? რას ფიქრობ? ძვირფასო, ვიცი, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ შერეფი კარგი ადამიანია. უყვარხარ. ძალიან მინდა ბედნიერი იყო. იფიქრე ამაზე, კარგი? მასთან ბედნიერი იქნები. იმედს არ გაგიცრუებს. დავაინურ. ვიცი რომ გიყვარვარ. ხედავ რომ ორივესთვის კარგი გინდა. შერეფი კარგი ბიჭია. მაგრამ უნდა დავფიქრდე. ეს მასაც ვუთხარი. ეს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია. დავფიქრდები. იფიქრე, შვილო, იფიქრე. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მაშინ მიერ ხდება. კარგი ძვირფასო, ხამემშვიდობისა. მეწავა. ხამემშვიდობისა. ხამემშვიდობისა. აინურ ხანი. მოდი დავსხდეთ. დავსხდეთ. დედა ჩემის მესმის, ის ჩემს დაცვას ცდილობს. მაგრამ ხალხის წინაშე რატომ დამამცირად ემირ? მე ხომ მაქვს სიამაყე. გამარადგურა. ვერ გავუძელი და აქ, ამიტომ მოვედი. მართალი ხარ ხაზან, მაგრამ მსგავსი თემების ჯობს დედასთან პირისპირ განიხილვა. აი სუნის ჩარევა საჭირო არ არის. სხვა რა გითხრა ხაზან? და გონულიც ადამიანია და როგორც ყველა შეცდომას ისიც უშვებს, მაგრამ
ერთი რამ დაიმახსოვრე. არც ერთ ჩვენგანს არ აქვს იმდენი გამოცდილება, რამდენიც დაგონულს. ის, რაც მან გადაიტანა, არც მე გადამიტანია. არც შენ და არც აისუნს. მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. ეს შენ ყველაზე მეტად იცი. ამიტომ ბევრი რამის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ჩემი აზრით დედის ნათქვამს იგნორირება არ უნდა გაუწიო ხაზან. მე ვფიქრობ, არასწორი საქციელი იქნება. ის ყველაზე სათნო, პატიოსანი და კეთილსინდისიერი ადამიანია დედამიწაზე. ყოველთვის იცის, რასაც ამბობს. Smauerda? როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები? კარგად, დემირ, შენ როგორ ხარ? მაინტერესებდა შენ და ბაჰარი ისევ ერთად ხართ? დიახ, თქვენი წყალობით. ძალიან მიხარია. თუ გცალიათ, შემოგივლით. რა თქმა უნდა, მაღაზიაში ვარ. კარგი, მოვდივარ. ჰაზან, ახლა უნდა გავიდე. დეიდა გააფრთხილე, კარგი? რა თქმა უნდა, ძმაო დემირ, გეტყვი. ცუდზე არის ფიქრო. წარმატებები. გმადლობ, საყვარელო. არ ბრაზობს შერებ. პირიქით, კარგ ხასიათზეა. ამბობს, რომ კარგი ადამიანი ხარ. ასე თქვა? სერიოზულად? ესე იგი არ გაბრაზებულა რა? არა, ყველაფერი კარგად არის, ნუ ხელავ. ფიქრობ, მასაც მოსწონხარ. მართლა, დაუაინორ. გამომივა? იმედი მაქვს. აუცილებლად გამოგივა შერებ. ღმერთმა დაგლოცო საინურ სულთან. ბაჰარი თუ დამთანხმდება, მთხოვე რაც გინდა. ახლა რა უნდა ქნა? რა ვქნა დაოგონულ? ხომ იცი რომ ჩემი გული მხოლოდ დემირისთვის გერს. მხოლოდ ის მიყვარს. ჩემი გული მხოლოდ მას ეკუთვნის. ის სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. პასუხს გაგებინებ, აფთარო. ამის გამო პასუხს გაგებინებ. ამჯერად ვეღარავინ გიშველის. შენგან ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდები. ეს დიდი ხნის წინ უნდა მეკნა. და აინურ სუფთა გული აქვს. შერებთან დაკავშირებით ვერაფერი ვუთხარი. ვიცი, საყვარელო, ვიცი. დარწმუნებული ვარ, აინურ ხანიმი კარგი ადამიანია. თუმცა ის საერთოდ არ მახსოვს. ვიცი, რომ არ ბინძურ თამაშებში გარეული არ არის. ფამუქანი მსგავს. კეთილი პატიოსანი ადამიანია, მაგრამ ბევრი რამ არ იცის. მას ძალიან ვუყვარვარ. სიმართლე რომ გაიგოს, გადაირევა. დარწმუნებული ვარ. აინურ ხანიმი მიამედი სუფთა გულის ადამიანია. ის ფიქრობს, რომ შერეფიც ასეთივია. მისი ნამდვილი სახე რომ იცოდეს, მას მხარს არასდროს დაუჭერდა. ამაზე ნუიფიქრებ. აჯობებს აინურ ხანიმ არ იცოდეს, რას მალავ. რა თქმა უნდა, მისთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვის. ამის შესახებ რაც ნაკლებ ადამიანს ეცოდინება უკეთესია. ვერავინ წარმოიდგენს შერეფი რაზეა წამსვლელი. მათ საფრთხეს ვერ შევუქმნი. ჩემო ლამაზო გოგო, რა კეთილი გული გაქვს.
ყველაზე ფიქრობ, შვილო. სხვაგვარად შეიძლება? დაუგონო, თქვენ ხომ ჩემი ოჯახი ხართ. ძვირფასო. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.